ამას ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ პარლამენტთან ერთიანი ძალისხმევით უნდა დავუშვათ წერტილი. არა. შეიძლება ეთური იყოს მომავალ. კი, რა დავით. დღევანდელი აქცია არ გახავს პოლიტიკური მნიშვნელობის. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ანუ ჩვენ ვაპროტესტებთ რას? რატომ არის ოზურგეთის მიწები ბარდეკალით მოსილი, მაშინ როცა მისი მშრომელი ხალხი და გლეხობა იაფასიან მუშამოსამსახურეთ იხვეწება თურქეთის საბერძნეთში ლუკმაპურის საშუალებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ კერძო მესაკუთრეთა და ფეოდალთა მოქმედებას, რომელიც ექცევიან საკუთარ მიწა-წყალს და მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, პარლამენტისაგანო ბუსუსები ამ პრეზერვატივებზე ნუ კი მიიღებენ კანონებს, არა მიწასთან დაკავშირებით და ხალხთან დაკავშირებით მიიღოს ეს კანონები. დიდი მადლობა დათო მამალაძე აქციის ორგანიზატორი. კი. უშენ სამარცხინო ტენდენცია რო გამგებელი ოზურგეთის გამგებელი ამობძანდა გუბერნატორის მოადგილესთან ერთად და თავს ეესხნო ოჯახში ჩვენი მეგობარს. რო დღეს ლაითულები აქ არ ჩამოსულიყვენ. აქცია არ შეეტარებიათ. ეს აქცია არის საწინდარი თბილისის მიმართულებით. ნაწილი თბილისის მიმართულებით იფიქრებს და ნაწილი აჭარისკენ. იმიტომ რომ აქ სულ სხვანაირი რაღაცები კეთდება. და ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებთ არც გამგებელს და არც გუბერნატორის მოადგილეს. ჩვენ პრესით ვიცით რომ გუბერნატორის მოადგილები არ ყოფილან, თურმე ჭანუყვაძე და ვიღაცები ყოფილან. ლევანი დუმბაძე. არ გვინდა ინვესტორები თქვენი პრობლემა მითხარით. ჩვენი პრობლემა არის, ძირითადი პრობლემა არის მიწა. გვაქვს 0.15 მეასედი. არ აკმაყოფილებს ოჯახურ მდგომარეობას. ბატონმა ბაქრაძემ 915 გექტარი. ვითომაც გადმოგცა ჩვენ სინამდვილეში 9 მეტრი არა გვაქვს. არც ეს მიწები დარეგისტრირებული გვაქვს, რაც გვაქვს. ხო და ასეა გაჩერებული ყველაფერი. ამას რას გეუბნებიან ხელისუფლებას? რას გეუბნებიან? ლაითურია მეუბნება, არ შეიძლება გაცემა მეუბნებიდან. სხვაზე თუ შეიძლება ჩვენ რა მოსახლეობა 1200 ოჯახი ვართ, გაცემა არ შეიძლება ჩვენზე? მოყოფილო დაუშვათ აი მოთხოვნები რა არის ძირითადად? მოთხოვნა მიწაა ჩვენი, ძირითადი მოთხოვნა არის მიწა. ჩავკეტა, როგორც ცხინვალია ჩაკეტილი, ისე ვარ ჩაკეტილი. ზუსტად ისე ვარ ჩაკეტილი, ვერ გავდივართ გარეთ. ვარესად კი. ვარესი ვარ კიდე ჩაკეტილი ვარ. როგორც ცხინვალი გეუბნები, დრო ხარ დაგირჩეთ გადაღმა ხო? ღამეში ვერ გახვალ რომ გამოდენო, ხან გელიჭამს, ხან ტურაჭამს. ჩასავესავეთ გარანი იქინე. აქედან მოწვის ხალხი, იქიდან იგი ჩინელები, იქიდან და დავრჩით ებრაელები და რა ვიცი.
ვართ ასე ძალიან გაჭირვებული მდგომარეობაში. და თქვენ ამდენჯერმე მიმართეთ ამ პროტესტის რას გეუბნებიან ხელისუფლებიდან? თქვენ თვითონ ესწრებოდი ამ პროტესტებსაც ხშირად, ხო ხდება რაც როცა ესწრებოდი და ვეუბნება მოა პარლამენტარი ასე იქნება, ესე იქნება, ეს გაკეთდება, ეს გაკეთდება, წავა არაფერი არ გაკეთდება. მოა პარლამენტარი ასე გაკეთდება, ესე გაკეთდება, წავა არაფერი არ გაკეთდება. დეპუტატია თუ ვინცა პარლამენტარია, კაცო ეს ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარემაც არ უნდა მოიკითხოს რა ხდება გურიაში შენ და რეგიონში? წელიწადში ერთხელ არ უნდა მოკითხოს, არ უნდა პარლამენტში არ უნდა განიხილოს? რომ მიწა შეერიგდება ხალხი. ვიდის ეს ხალხი დასაქმდება თურქეთში, იქეთ, აგი ხო უყურებ ტელევიზიაში რამდენი ხალხი იღუპება. ზოგი იქით გადავარდა, ზოგმა მოიწამლა. ხო უყურებთ ეს ჩვენი ერია, კაცო, ჩვენი ერი იღუპება, ხო? ავიცინო რა ხდება, დანარჩენი აგერა და აგერა ხალხი და იტყვის. თქვენი სახელი და გვარი? ვაჟა ბოლქვაძე. ვაჟა ბოლქვაძე ლაითური. აკეთებს კაცი მოწვის დამწვევ მცველი იქ რა გინდაო ჩემ ხანაში მეკითხება რა გინდაო ვის შემეკითხო სად მიდიხარო არ პროპუსკი უნდა გააკეთო ხო აბა ესეთი რაღაცა გაგონილია კაცო ჯერ სახლი არ ვარგა არც ერთი რო დარბოდენ აგენი ხმარო უნდოდათ მაშინ მოსულიყვნენ კაცო რომ ამას გავაკეთე სადა ის ყვაჭანტირაძე დეპუტატად რო გავიდა დაжда პარლამენტში და ვშოთ ფილათა მაცხარია ერთი არ მოკითხე ჩვენ ხშია და წურია საწავიდეთ მოსაპარიც აღარა რამე რომ მოიპაროს ამ ხალხს ყველაფერი წაგვარდა გავწარდით აღარ შეგვიძლია გავწარებული ვარ იმიტომ ამ ჯერდე ისეთი გატყევებული იყო თუ კი ხონდა ბიზნესმენს გელმა დედა შემიჭამა დედა და ახლა კიდო ბიზნესმენი მიწას მართმენ რა დაგავიწყდათ ხალი და მოდის და მისი ყოფილა ეს მოწვევი და ყველაფერი მე არ მაინტერესებს მე არც სკამი მინდა არაფერი არ მინდა მშვიდობა მინდა მე პოლიტიკურს არაფერს არ ვაწვევი ჩვენ გვინდა საჭმელი სასმელი დასაქმება მიწა ჩვენ მე გავიზარდე დავიბადე ლაიტურში 58 წელია ლაიტურში ვცხოვრობ და დღეს ვიწყა მოსული მართლებს მიწას რა ვქნა წყალი არ გვაქვს არაფერი არ გვაქვს ზოში გაზია და გაზია არ გვაქვს და არა ანაგებად არაფერი ლაიტურში სადაც მე ვცხოვრობ ციხესთან ციხე შენდება გზა არ ვარ არაფერი არ ვარ და მტვერში ვირჩობი წყალი არ გვაქვს წყალი მიყავან და ციხეზე მიყავს მოსახლეობას არ აწევს ზუსტად აი რა გავაკეთე ასეინოვ და დაანგრიო ეს მანძილზე მარტინ ბაუერის საკუთრებაში არსებული ფაქტობები რომლებიც ამუშავდება და გვინდაო შესყიდვაო ასე ფიქსები და ფინალის პატარა ხელის ხეობები ხო ამიტომ ჩვენ სამშაბათს შევთანხმდით რაც ჩვენ შეგვიძლია მუნიციპალიტეტსაც თქვა ძალა გააჩნია ამ საკითხის დარეგულირების ეს არის ჩვენ შესაბამის კომიტეტები იქ პატარა ხეობები ბამბუკის ტეკაფი რაღაცა ამ საკითხებს ესე იგი დადებითად გადაგიჭვიტოთ რომ იმ ადამიანებს მოახსნევინოთ იმას და ის გზები რომელიც არის მეორე საკითხი რომელიც ეხება თქვათ იმ ბაუერის მიწების თემას აგერ ყოფილა ხალხი იმ ბატონო სამშაბათს საათი თქვათ 2 საათი მაგალითად თქვა გუში კაი რა ხთან მითხარ ამ ადამიანებს აქვთ მრავალ ხრივი მოთხოვნა შეიძლება ითქვას აქვთ ერთი პრობლემა რომ მთლიანობაში არ აქვთ საკმარისი მიწის ნაკვეთები რომლებიც პრივატიზაციის დროს როცა საბჭოთა მეურნეობები გაუქმდა მაგათ კანონმდებლობით მაშინდელი კანონმდებლობით 3000 კვადრატი მეტრი მიწის ფართობი დაურიგდა თითოეულ კომს შეიძლება ასე ითქვას მაგრამ ამის შემდეგ რომ რაითურში რა თქმა უნდა ბევრი ნაკვეთები იყო რომელიც იყო ჩაის პლანტაციებით და ეს პლანტაციები აიღო იჯარით რომელიღაცა ფირმამ შემდეგ გამოსყიდვით და აქვთ ახლა ამათ პრეტენზია რომ ეს მიწები რომლებიც არის დღეს უმოქმედოდ რომ დაუბრუნონ ხალხს და ნუ გამოვისყიდით ნუ რაღაც ამ დაგვარი რა და უჭირდებათ მათ სახელმწიფოდან ხარდაჭერა და სამართლებრივად თქვათ აინტერესებთ რა როგორ უნდა იყოს და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედოთ ამ საკითხის მოგვარებაში. დიდი მადლობა ფოტო შარაჟენზე უზრუნველის გამგებელი. შეთანხმება იქნა მიღწეული ის რომ მოსახლეობის თხოვნა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რომ მოსახლეობამ შეძლოს კერძო კომპანიებისაგან მიწის გამოსყიდვა მათი მოთხოვნა იყო ის რომ მათგან კომპანიებისგან შეთავაზება იყო
არალოგიკური ფასიდან გამომდინარე და მათ ფიზიკურად იმ თანხის გადახდა, რაც იქნა მოთხოვნილი, არ შეუძლებთ. ამიტომ შუამდგომლობით მოგმართა ეს გუბერნიას და გუბერნიამ დავპირდით, რომ ჩავერევით, მივიღებთ მონაწილეობას, რომ უფრო ადეკვატური შეთავაზება მიიღოს გლეხებმა მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. აქ არის ლაპარაკი ერთი, რომ ან ადეკვატური ფასი იყოს, ან მეორე, რომ იყოს გრძელ ვადაზე გაწერილი, რომ ფიზიკურად გლეხმა შეძლოს იმ თანხის გადახდა, რომელიც უნდა რომ კერძო კომპანიას მიიღოს გაყიდული მიწიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. გიორგი ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი.